შესახებ ჩვენი დილა დაბრუნდა ეთერში უკვე სტუმრებთან ერთად და ძალიან საინტერესო თემაზე უნდა ვისაუბროთ. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და საზოგადოებრივ მაუწყებელს შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც ორი მხარე თანამშრომლობაზე აწერს ხელს. ეს ყველაფერი გულისხმობს კი შემდეგს. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს გადასცა დოკუმენტური ფილმი გააგრძელეს საქართველოს ისტორია, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებლის მაყურებელი ძალიან კარგად იცნობს პრინციპში. ცენტრმა მოახდინა მისი ტირაჟირება და საბოლოოდ ეს ფილმები სკოლებში დარიგდება და მოსწავლეებს ექნებათ საშუალება ამ ფილმებითაც იხელმძღვანელონ სწავლის პროცესში. პრინციპში შეიძლება ასეც ითქვას. ამ თემაზე ვსაუბრობთ სტუმრებთან ერთად. სტუდიაში შემოგვიერთდნენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ბატონი გია მამულაშვილი, მოგესალმებით. ასევე ნათია ნაცვლიშვილი, ცენტრის მასწავლებლებისა და სკოლის დირექტორების დამხმარე მასალებით უზრუნველყოფის პროგრამის კოორდინატორი და გააგრძელეს საქართველოს ისტორიის ავტორი და წამყვანი ბატონი გურამ ქართველიშვილი. დიდი მადლობა სტუმრობისთვის, მოგესალმებით პირველ რიგში. და რომ ვისაუბროთ ამ პროექტზე. რამდენ სკოლაში მოხდება ეს ფილმები და ზოგადად რა ასაკის მოსწავლეებზე, ასე ვთქვათ, გათვლილი ეს ყველაფერი? მოგესალმებით კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა სტუდიაში მოწვევისთვის. უპირველეს ყოვლისა უნდა აღნიშნო, რომ ჩვენი ცენტრი ინტენსიურად მუშაობს დამხმარე მასალებით მომზადების მიმართულებით მასწავლებლებისთვისა და სკოლის დირექტორებისთვის და ეს არის ერთ-ერთი პროექტი ამ მასალებში. რაც შეეხება თქვენ შეკითხვას, ეს რესურსი გააგრძელა საქართველოს ისტორია, ფილმების ნაკრები ერთი კომპლექტის სახით მიეწოდება საქართველოს ყველა საჯარო სკოლას ორ ეგზემპლარად. კი ბატონო. ასევე ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს რესურსი გადავცეთ საზღვარგარეთ ჩვენი ემიგრანტების, ქართული დიასპორის წარმომადგენლების საკვირაო სკოლებს და მათთვისაც ხელმისაწვდომი იქნება ეს არაჩვეულებრივი რესურსი. არსებობს კონკრეტული ასაკი ან კლასი, რომლის შემდეგაც უკვე მოსწავლეები. ეს უნდა იყოს გათვალისწინებული სასწავლო პროგრამის მიხედვით. აბსოლუტურად დამოკიდებულია პედაგოგზე. თუ პედაგოგი ჩათვლის, რომ ის კონკრეტული გაკვეთილი იქნება უფრო შემოქმედებითი, უფრო ეფექტური ამ კონკრეტული მასალის გამოყენებით, ცხადია შეუძლია შეიტანოს როგორც მე-5 კლასში, ასევე მე-12 კლასში. ბატონო გია, რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი დამატებითი მასალების სასწავლო პროცესში? ალბათ ბევრად უფრო უადვილდებათ მოსწავლეებსაც კონკრეტული საგნის და მასალის ათვისება. ეს მოგესალმებით, მიგესალმებით ტელემაყურებელს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ასეთი ტიპის რესურსების ნაკლებობას განიცდის სკოლები. ძალიან მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ეს გაცილებით საინტერესოს ხდის და სახალისოს გაკვეთილს და მე ვფიქრობ, როდესაც ასეთ რესურსს იყენებს მასწავლებელი საკლასო ოთახში, მოსწავლე გაცილებით დაინტერესებული ამ საგნით და საგნის სიყვარულსაც განაპირობებს ეს, იმიტომ რომ მხოლოდ საუბარი, მხოლოდ მშრალი გაკვეთილი ეს უზომიერთ საუკუნეა და ნაკლებად საინტერესოა, ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას, რათა ხელი შეუწყოთ სკოლებში საინტერესო გაკვეთილების წარმართვას. ძალიან მნიშვნელოვანია ნამდვილად. ბატონო გურამ, მესამე წელია უკვე გააგრძელეს საქართველოს ისტორია გადის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. მთელი ეს სპექტრი, მთელი სერიები მოხდა ამ კატალოგში თუ არის ვთქვათ დაყოფილი, ანუ რაც მოხდა ტირაჟირებაში ეს ფილმები. რაც მანამდე გადაღებული ჰქონდა, აი წლევანდელი სეზონის გამოკლებით ყველაფერი მოხდა. ახლა წელს მზადდება კიდე 7 ფილმი, 3 უკვე გავიდა ეთერში. მაისის ბოლომდე გავა 7 ფილმი. და აი როგორც საუბრობ და მემორანდუმის ითვალისწინებს, შემდგომაც ეს ფილმები მოხდება საკლასო ოთახებში და კარგია ეს. რა თქმა უნდა ძალიან კარგია. პრინციპში შეიძლება ითქვას მეტი პასუხისმგებლობა შეიძლება დავარქვათ ალბათ ამ ყველაფერს, როცა მოსწავლეებთან ვიწევთ შეხება. საერთოდ ვცდილობთ, რომ სამეცნიერო შრომებზე დაყრდნობით გავაკეთოთ ეს ყველაფერი და იყოს ობიექტურად წარმოდგენილი ჩვენი ისტორია და რა ვიცი, ალბათ იგივეს გავაგრძელებთ და ყოველ ბოლო სამშაბათს, თვის ბოლო სამშაბათს გადის ერთი ფილმი. ეხლა როგორც ვიცი არის მე-15 საუკუნის ისტორია. შემდეგი ფილმი რა ელოდება? ანუ ეხლა რაც უნდა გავაკეთოთ. აი ეხლა იქნება ამ თვის ბოლოს, მგონი 25 რიცხვი უწევს, იქნება კონსტანტინოპოლის გაცემა. ეს ძალიან სერიოზული მოვლენა ჩვენს ისტორიაში, მსოფლიო ისტორიაში საერთოდ და ჩვენთვის განსაკუთრებით ქართველებისთვის, როცა იზოლაციაში მოვხვდით, მოწყვეტილი მოვხვდით ქრისტიანული სამყაროდან და შემდეგ უკვე თითქმის 5 საუკუნეა თვითგადარჩენისთვის ვიბრძვით. დღესაც მათ შორის ესეთ მდგომარეობაში ვართ და ძალიან საინტერესო ფილმი იქნება ეს.
25 თებერვალს ელოდება მაყურებელი. 25 თებერვალს ელოდება, ხო. საერთოდ ისეთი საუკუნეა, როცა აი ჩვენზე გამავალ საქარავნო გზებმა გადაინაცვლა მე ზღვაზე, უამრავი ისეთი პროცესი მოხდა. ეს იყო გლობალური პროცესი, მსოფლიო პროცესი და აი ჩვენი ისტორია განხილულია პარალელურად სხვა ქვეყნების ფონზე. არ არის მარტო საქართველოს ისტორია, ეს ძალიან საინტერესო ამითაც, რომ ნებისმიერ ეპოქას ესე ვცდილობთ, რომ ესე გავაკეთოთ. ვაჩვენოთ ის საქართველოს მიღმარა პროცესები მიდოდა, როგორ მოქმედებდა მე ეს ჩვენს. ხო, აი, ეს მიდოდა მეთქვა. რაც შეეხება სხვა სახელმწიფო გარდა გაგრძელების საქართველოს ისტორიისა ძალიან ბევრი სხვა დამხმარე მასალა შედის ანუ სკოლებში. რაც შეეხება სხვა მასალას და სხვა რესურსებს, რა არის ეს ყველაფერი და რისთვის კეთდება პირველ რიგში? რატომ ამხელა რაოდენობით? ძალიან კარგი შეკითხვა, რისთვის კეთდება და ვისთვის. პირველი და უმთავრესი მიზანი ცხადი არის მოსწავლის წარმატება, მოსწავლის აკადემიური შედეგები, უკეთესად ორგანიზებული საგაკვეთილო სასწავლო სივრცე და ცხადია პროფესიონალი მასწავლებელი. აი ამ ყველაფრისთვის კეთდება ის რესურსი, რასაც ჩვენ ვამზადებთ. თუ რა ტიპის რესურსია, რაც შეეხება ამ შეკითხვას, ესენია სახელმძღვანელოები, გზამკვლევები. ბოლო რამდენიმე წელია ჩვენ თავადაც დავიწყოთ ფილმების გადაღება, ეს გახლავთ სასწავლო მეთოდური ფილმები. ერთი კონკრეტული ფილმი აერთიანებს ერთ ან რამდენიმე სასწავლო მეთოდს, აქტივობას, სტრატეგიას, რომელიც ხელს უწყობს კონკრეტული მიზნის ფარგლებში, მიზნის მასშტაბით ორგანიზებული გაკვეთილის ჩატარებას. მასწავლებლებს შეუძლია, რომ ამ ფილმის მიხედვით ისწავლოს, როგორ უნდა გამოიყენოს ესა თუ ის მეთოდი გაკვეთილზე. ამ ფილმებს ახლავს თავისი გზამკვლევით და კომპლექტის სახით მიეწოდებათ სკოლებს. რაც შეეხება გაგრძელი საქართველოს ისტორიას, უკვე თუ მოხდა ეს სკოლებში და თუ იცით, თქვათ, გამოხმაურება, ანუ რამდენად არის დაინტერესება თვითონ მოსწავლეების და მსგავსი მასალების მიმართ. დიახ, ეს რამოდენიმე დღეა ჩვენ დავიწყეთ სკოლებში ამ სიდების გაგზავნა, რაღაც ნაწილ სკოლაში უკვე არის ეს და დღეს და ხვალ უკვე შევა ყველა სკოლაში, როგორც უკვე დასაწყისში ვთქვით, 2000-ზე მეტი სკოლას გადაეცემა ეს და კიდევ ერთხელ მინდა რომ მადლობა უთხრა საზოგადოებრივ მაუწყებელს და ბატონ გურამს ამ ძალიან საინტერესო პროექტისთვის. გამოხმაურებას რაც შეეხება, როდესაც ჩვენ რესურსების პრეზენტაცია ცენტრში და გაშუქდა ეს იყო განსაკუთრებული შემთხვევა, იმდენი ზარი შემოვიდა, იმდენი დაინტერესებული ადამიანი მოსწავლე თუ მშობელი მათ შორის კითხულობდა თუ როგორ შეიძლება მოვიძიოთ ეს მასალა ერთად თავმოყრილია. შესაბამისად ეს უკვე წარმატებაზე მეტყველებს ამ პროექტის. ძალიან კარგი. როგორც ვიცით, თქვენ გარდა იმისა, რომ დაასრულებთ ასე ვთქვათ იმ ეპოქებს და გააგრძელებთ საქართველოს ისტორიას, თუმცა ერთ ფილმად შეიძლება ითქვას ერთი დიდი მხატვრული ფილმი გაკეთდეს. ამის შესახებ უკვე თქვენი სამომავლო გეგმები მოგვიყვება. სამომავლო გეგმები. მხატვრული ფილმი დღეს ჩვენთვის აუცილებელია, მხატვრული ფილმი რომ გაკეთდეს ისტორიულ თემაზე და გაკეთდეს ეს ძალიან ისეთ კარგი გემოვნებით, იმიტომ რომ თაობები, სხვადასხვა გემოვნების თაობებთან ვახერხებთ ჩვენ ყოველდღიურად შეხება და ამიტომ ისე რომ ყველას გემოვნებას არ გამოყოფილებდეს. თეატრში ეს მოხერხდა სხვადასხვა. ამ სპექტაკლებზე რომელზეც მე მიმუშავია, ეს მოხერხდა რომ ყველა თაობის მაყურებლისთვის მისაღებია ეს ყველაფერი და ფილმშიც ალბათ არ გაჭირდება ეს და ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის რომ განსაკუთრებით ახალგაზრდობამ იცოდეს და შეიყვაროს თავის ქვეყანა. ის პრობლემასაც ზოგჯერ ვთქვით ხოლმე იცით. თითქოს ისეთი განცდაა რომ ესენი არ არიან მაინც და მაინც ამ ქვეყნის შვილები. მე ყველაზე ვერ ვიტყვი, მაგრამ არის ხოლმე რაღაც სავალალო ისეთი სიტუაციები, როცა ახალგაზრდა არ არის მომზადებული იმისთვის, რომ ამ ქვეყნის ბედი გადაიბაროს ხვალ ამის თქმა მინდა უფრო სწორედ და ძალიან ისეთი რთულ გეოპოლიტიკურ სივრცეში ცხოვრობს საქართველო და ეს არ არის მარტო ისტორიის გაკვეთილი. ჩვენი შვილები უნდა მოვამზადოთ იმისთვის, რომ ეს ქვეყანა ამ ქვეყნის უღელი ატარონ მე უღელს არ ვამბობ შემთხვევით რა კავკასია ეს აღმოსავლეთ და დასავლეთის გასაყარია და ამას ისეთი იდეური დაკეთებაც აქვს ამ ფილმს და საერთოდ ამ საქმეს მე მინდა ისეთ ვისარგებლებში ხო ხელშეწყობი იქნება ეხლა სახელმწიფოს მხრიდან გამოხმაურება ამაზე
არ მახსოვს ის თავდაცვის სამინისტროსთან გვაქვს ურთიერთობა და მუშაობა, მაგრამ აი რაც ამ ცენტრმა გააკეთა, მათგან წამოვიდა ეს ინიციატივა და ეს რომ ბავშვებთან მოხდა, მართლა სერიოზული მუშაობა გაწიეს ამასთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა ეს მისასალმებელია და კარგია. ძალიან კარგი, ძალიან დიდი მადლობა გისურვებთ წარმატებას. მაყურებელს კი შევახსენებ, რომ ჩვენი სტუმრები იყვნენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ბატონი გია მამულაშვილი, ცენტრის მასწავლებლებისა და დირექტორების დამხმარე მასალებით უზრუნველყოფის პროგრამის კოორდინატორი ნათია ნაცვლიშვილი და გააგრძელა საქართველოს ისტორიის ავტორი და წამყვანი ბატონი გურამ ქართველიშვილი. დიდი მადლობა სტუმრებისთვის. მადლობა. ჩვენ გავიდეთ რეკლამაზე, ძალიან მალე დაგიბრუნდებით, არ გადარჩით.